გამარჯობა. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლოსკიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს 28 სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაში შედგება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ილიონი და ამალთეა. სალამი მეგობრებო. როგორ მოგიკითხოთ? გადასარევი და კარგი განწყობა იგრძნობა ყოველ შემთხვევაში ჩვენი თამაშის დასაწყისში და იმედი მაქვს რომ ასევე გაგრძელდება. თითოეული თქვენგანი დასაჩუქრდება თამაშის ბოლოს, ამგვარად გადამხნევებთ, მაგრამ ასევე თქვენც უნდა მაქსიმუმი დადოთ, რათა მთავარი პრიზისთვის ბრძოლა გააგრძელოთ. მთავარი პრიზი კი ჩვენ შოუში გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. მე მაყურებელს ასევე შევახსენებ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. გუნდებს კი ვკითხავ, დავიწყოთ თუ არა თამაში. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. პერსონაჟი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-19 საუკუნეში გამოცემულ ნაწარმოებში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ გარკვეულწილად წიგნის ინსპირაცია მწერლის სკოლის მეგობარი იყო, რომელიც შემდგომში მედიკოსი გახდა. ავტორის მიზანი იყო დაემხო მორალური სენტიმენტალიზმი და ეჩვენებინა, როგორ ანადგურებს ადამიანი საკუთარ თავს, როცა ცხოვრებისადმი სრულიად არარეალურ მოლოდინებს ქმნის. გმირი პროვინციელი ექიმის ცოლია, რომელსაც თავიდან სჯერა, რომ ქორწინება მისთვის რომანტიკაა. ემა ბოვარი. ასე ერთხმად მოპოვებული პირველი სამი ქულა ეს არის ემა ბოვარი, რა თქმა უნდა, მადამ ბოვარი ძალიან ცნობილი ნაწარმოებია გუსტავ ფლობერის და მისი მთავარი გმირიც პირდაპირ სახელითა და გვარით წარმოადგინეს გოგონებმა. 3-0 ხდება ანგარიში. გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი. ციტატა. ხმაწვილმა ქვები იატაკიდან წამოკრიფა და იმავ წამს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს ბერიკაცი სულ ახლოს იყო. აქვე მის გვერდით. მთელი წელიწადი გაილია შრომაში. ახლა კი ნიშნები ეუბნებოდნენ, რომ წასვლის დრო მოსულიყო. მე კვლავ ისეთი ვიქნები, როგორიც ვიყავი. გაიფიქრა მან. მაგრამ ცხრები ვერ მასწავლიან არაბულ ენას. თუმცა ცხრებმა უფრო მნიშვნელოვანი რამ ასწავლეს. მათგან შეიტყო პირველად, რომ ამ ქვეყნად არსებობს ენა, რომელიც ყველას ესმის. და მთელი ეს წელი ვაჭრობის აყვავებას რომ ცდილობდა, ალქიმიკოსი იყოს რა. ალქიმიკოსი? აი ვაჭრობაზე უკვე უფლება არ მქონდა რომ არ დამეჭირა. მანამდე რამე იყო კიდევ ის? კი. წაკითხული მაგ და რაღაცა გავს. ბერიკაცი, არაბული ენა. გახსოვთ რა ქვია სახელი პერსონაჟს? სანტიაგო. ნამდვილად, ეს არის ალქიმიკოსი, ეს სწორი პასუხია, პაულო კოელიოს ალქიმიკოსი. სოფლიო ბესტსელერი, არაერთ ენაზე თარგმნილი წიგნი და საქართველოში უამრავი ეგზემპლარია მისი გაყიდული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 6-0 წინ გაიჭრა კიდევ უფრო მეტად ილიონი. გავაგრძელოთ. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. წიგნი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გამოიცა და ცნობილ ავტორს ეკუთვნის. ტექსტი ავტობიოგრაფიული დოკუმენტური პროზის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. მასში ავტორი საკუთარ გამოცდილებებსა და ლიტერატურულ გზაზე მოგვითხრობს. გვიყვება თუ როგორ დაიწყო წერა, როგორ ყალიბდებოდა მისი სტილი და რა სირთულეებს აწყდებოდა როგორც მეზღვაური და როგორც მწერალი. აღსანიშნავია, რომ ნაშრომი არ არის კლასიკური მემუარი. იგი შედგება ესეებისგან და მცირე ტექსტებისგან, რომლებიც ავტორის შინაგან სამყაროსა და შემოქმედებით პროცესს გვაცნობს. სწორედ ამიტომ ეს ტექსტი ხშირად გამოიყენება როგორც გასაღები პოლონური წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორის სხვა ცნობილი ნაწარმოებების უკეთ გასაგებად. ვერსია არ არის 30 წამი გაქვს ფიქრისთვის.
3 2 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას გიკითხავთ. დამატებით გეტყვით, რომ ტექსტი ცნობილი ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება. წერალი ძალიან ცნობილია. მისი ერთ-ერთი ტექსტი დინარე კონგოზე მოგზაურობის შესახებ გვიყვება. აბა მოიცა ლიონი. ჯოზეფ ანტონი. ცდის სპეც ჯოზეფ ანტონი არ არის სწორი პასუხი. აუ. არ არის სწორი პასუხი. ხო არ აქვს ვერსია ამალთეასაც? არა. ეს არის სინამდვილეში ჯოზეფ კონრადის პირადი ჩანაწერები, რომელშიც მან გააერთიანა მთელი თავისი აზრები და რაღაცა. ჯოზეფ კონრადია, მერია ჯოზეფ ანტონი. ანგარიში არ შეიცვალა, შედეგად 6-0-ია. კლავაც და ვაგრძელებთ თამაშს. მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. შეეცადეთ დაასახელოთ არსება, რომელიც თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება. ის გამოირჩევა საოცარი ადაპტაციის უნარით. შეუძლია საათობით იფრინოს. შემდეგ კი შესანიშნავად მოერგოს ურბანულ გარემოს და ისწავლოს ადამიანებთან თანაცხოვრება. ეს ფრინველი ძალიან საინტერესოა თანამედროვე ბიოლოგებისთვისაც, რადგან მისი ქცევა ძალიან მრავალფეროვანია. ხმების გამოცემის გარდა შეუძლია ფრთებისა და კისრის მოძრაობით ემოციის გადმოცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ხშირად მიხვება წყლებზე მეტზე თუთიყუში იყოს. თუთიყუში. ეს არ არის. შეიძლება. ეს არ არის სწორი პასუხი ნამდვილად და გავაგრძელებ შეკითხვას ილიონისთვის. ხშირად მიხვება წყლებზე მეთევზეების მოძრაობას. მას ხვდებით იგავის ტიპის ნოველაში. ნაწარმოების შთაგონების წყარო გამხდარა არაერთი პილოტისა და მეზღვაურისთვისაც. ტექსტის პროტაგონისტი სწორედ გამოსაცნობი არსებაა, რომელიც საკუთარი უნარის სხვადასხვა ტექნიკის შესწავლასა და სრულყოფილებას ცდილობს. თოლია. და ეს რომელი თოლია? ჯონათან ლივინგსტონი და არდ. ამომწურავი პასუხია ნამდვილად ეს არის თოლია, დიახ. მეთევზეებს მიუყვება ხოლმე, რომ მიაგნოს სად არის თევზი, სად იჭერენ და თვითონაც დარჩეს ნადავლი, იმიტომ რომ იკვებება თევზით თოლია, როგორც ვიცით და ისე კი სანაპიროებზე ძალიან ხშირად ხვდებიან თოლიები ყველა კონტინენტზე. ეს არის 3 ქულა კიდევ ილიონისკენ 9-0 გახადა ილიონმა ანგარიში, ამგვარად 4 რაუნდი გავიარეთ. ეხლა ერთგვარად ამოვისუნთქოთ, რადგან უნდა ვნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი და მერე გავაგრძელოთ თამაში. ემა ბოვარი გუსტავ ფლობერის რომანის მადამ ბოვარის მთავარი პერსონაჟი და რეალისტური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირია. ფლობერმა ნაწარმოები 1856 წელს გამოაქვეყნა და მასში პროვინციული ცხოვრების ერთფეროვნება და ადამიანური სურვილებისა და რეალობის დაპირისპირება ასახა. სწორედ მისი სახელი დაედო საფუძვლად ტერმინს ბოვარიზმი, რომელიც აღნიშნავს რეალობის უარყოფას და ილუზიური ცხოვრებისადმი მუდმივ სწრაფვას. ცნება ფართოდ გამოიყენება როგორც ლიტერატურაში, ისე ფსიქოლოგიასა და კულტურულ კვლევებში. საინტერესოა, რომ ფლობერს რომანის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებრივი მორალის დარღვევისათვის სასამართლოშიც კი უჩივლებს, თუმცა მისი გამართლება საბოლოოდ ლიტერატურული თავისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად იქცა. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ავტორი, რომელიც მე-20 საუკუნეში დაიბადა და ძალიან პოპულარული თანამედროვე მწერალია. ის მაგისტრის საფეხურზე პოლიტიკის მეცნიერებებს სწავლობდა, თუმცა არ დაამთავრა და სანაცვლოდ ამერიკული ლიტერატურის ხარისხი მოიპოვა. საინტერესოა, რომ თავად მწერალის თქმით, მასზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ავტორებმა, როგორებიც ჯეინ ოსტინი და ჯეიმს ჯოისი არიან. მიუხედავად ამისა, მისი ტექსტები კლასიკური ლიტერატურის ძველმოდურობას მოკლებულია. გამოსაცნობი ირლანდიელი მწერალი ცნობილია 4 გამოქვეყნებული რომანით. მათგან ყველაზე პოპულარული ალბათ მაინც მეორეა, რომელიც 2 ჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას აღწერს, სკოლიდან უნივერსიტეტამდე. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. ბეთორფი არ მოვიდა. ის შავი პრინცესია. აირის მერდოკი ეგეთი ირლანდიელია ეს რომანი. ხო. შავი პრინცესია გაწერდა მაგას. მერდოკზე?
სამი? ჯონ ბენვილი იყოს. რა? ჯონ ბენვილი იყოს ირლანდიელია მგონი. არ არის ეს სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი და 2 წამი აქვს ამ შემთხვევაში ამალთეას თუ გსურთ დააჭირეთ. არა. სხვა თანამედროვე ისეთი აი ბოლო დროს ძალიან გახმაურებული არ გაგახსენდათ. ეს არის სალირუნი მეგობრებო, სალირუნი. მას შემდეგ რაც ჩვეულებრივი ადამიანებზე სერიალიც გადაიღეს, უკვე კიდევ უფრო პოპულარული გახდა სალირუნი და ქართულადაც რამდენიმე რომანია მისი თარგმნილი. არაუშავს, არ გაგვახსენდა ამ შემთხვევაში, არაუშავს, გავაგრძელოთ თამაში, მე-6 რაუნდი, ასოციაცია. ცხოვრება, ყოველდღიურობა, აღწერა, ხულა, მარანი, ღობე, ბარდნალა არის? ბარდნალა, ხო? ბადუასათიანის. ღობე, ხულა და მარანი ჩემი ცეცხლი და ღადარი სახლის წინ. ღობე, ხულა და მარანია მაგლებში? კი. კი. არის. მართლა? არ არის ეს სწორი. აუი. არ არის სწორი პასუხი. კარგით, გავაგრძელებ ამალთეასთვის. ოჯახი, უსწავლელობა, კურატივით კაცი, ჩაგოდრებული ქალი, გემოვნება, კამათი, კაცია ადამიანი. აღარც გქონდა ბოლო ნიშნებების ამოკითხვას აზრი, ეს სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. ეს არის კაცი ადამიანი, სუდკნეინა, ღარიბი აზნაური, ბუზების დათვა, მაგრამ ბუზების დათვა არ დაგჭირდა. ისე გამოვიცანით ეს შეკითხვა და 9-3 გახდა შედეგად ანგარიში ბარდნალასთან ბოდიში, 6 გოლამდე შემცირდა სხვაობა, მე-7 რაუნდი, ავტორი. თქვენ უნდა გამოიცნოთ ავტორი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ექსცენტრიკულ და უშუალო ფიგურად მიიჩნევა თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების დიდი დეპრესიის პერიოდში გატარებულმა ახალგაზრდობამ, ასევე ქალაქურმა ცხოვრებამ. წერლის შემოქმედება ხშირად ასოცირდება ქუჩის ლიტერატურასთან. გავრისკავდა ბეროუზი იყოს. ბეროუზი გარისკეთ ნამდვილად. ასეთი ფიგურა ალბათ რამდენიმეა ამერიკულ ლიტერატურაში. ბეროუზიც კარგი ვერსია, მაგრამ არ არის სწორი პასუხი. რა? გავაგრძელებ ილიონისთვის. მისი პროზა კი მარტივად აღწერს მარტოობასა და სიღარიბეს. ავტორის თავდაპირველი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ხშირ შემთხვევაში ის ადგილობრივ გაზეთებში ლექსებს აქვეყნებდა. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მან თავისი პირველი რომანი გამოსცა, რომელიც პირად გამოცდილებას დააფუძნა. კერძოდ იმ პერიოდს, როცა ის ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლების წერილებით მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი. ვერსია არ არის, 30 წამი იფიქრეთ. ასპენის წერილები მისია. არ გეტყოდა სამიანში სადაოს არ გეტყოდა წიგნისას. არა, ერთ-ერთი არა. ისა. პოსტავსია, კუკოვსკი. მანამდე ვიზე ფიქრობდით, მაინტერესებს ის რა? ძალიან ბევრი. იმიტომ რომ დაახლოებით ხედავდი ერთხანი აქ მქონდა. ეს არის ჩარლზ ბუკოვსკი, მეგობრებო, რა თქმა უნდა. აი ისა პოსტავისია უცებ გაჩნდა კითხვა და ბუკოვსკი. რა თქმა უნდა, ბუკოვსკი. მე ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდა, მისი ქუჩურიც, მისი ექსცენტრიკულობაც და ბინძური ნატურალიზმიც. 11-3 გახდა. ანგარიში 30 წამის განმავლობაში გაახსენდა ილიონს სწორი პასუხი. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. მე-8 რაუნდი, ეკრანიზაცია.
100%-ით დარწმუნებული ვარ. ეხლა ჩვენს გემის სახელით, რომელსაც რაღაც საშინელება ქვია, იმიტომ რომ არ გაიტაცონ და გაიტაცებენ მაინც. მე რაღა დამრჩენია ხა 100%-ით სამი ქულა მაშინ ილიონს. ეს არის ჯონათან სვიფტის გულივერის მოგზაურობის თანამედროვე ეკრანიზაცია, გათანამედროვებული. ბუნებრივია ხა ჯონათან სვიფტი ასეთ ტექნოლოგიებს ვერ აღწერდა თავის ნაწარმოებში, მაგრამ თანამედროვე ვერსიაში სწორედ ასე არის. სამი ქულა და შედეგად ხდება 14-3 ანგარიში და ერთი რაუნდი გრჩება და მოდით მოვემზადოთ ამ რაუნდისთვის. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მეცხრე რაუნდი ნაწარმოები. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გამოიცა. მან გამოქვეყნებისთანავე დიდი საზოგადოებრივი და ლიტერატურული აჟიოტაჟი გამოიწვია. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულიც კი იყო. წიგნის სიუჟეტი შეფუთულია იუმორით, სარკაზმითა და გადაჭარბებული თვითირონიით, რაც ტექსტს ერთდროულად მძაფრ და გულწრფელ სახეს აძლევს. საინტერესოა, რომ 1972 წელს რომანის მიხედვით ეკრანიზაციაც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში ავტორი წარმოგვიდგენს ახალგაზრდა კაცის სულიერ ბრძოლას ტრადიციულ ოჯახურ მორალსა და პირად თავისუფლებას შორის. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული პერსონაჟი ფსიქოლოგთან სეანსზე იმყოფება და გაბმული მონოლოგით მრავალ მითხარი ჯერ, აბა გისმენთ? არა. ბილი მილიგანის მრავალი გონება მეგონა, მაგრამ არ იქნება. გაბმული მონოლოგი ხო არ არის იქ. ნუ ამ პასუხს აფიქსირებთ. იყოს. სხვა რა გზაბაქ. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ეს არ არის სწორი პასუხი. სულ ორი სიტყვა დამრჩა სათქმელი ამალთეასთვის და ვიტყვი ბარემ. სეანსზე იმყოფება და გაბმული მონოლოგით მრავალ საკითხს განიხილავს. ვერსია არ ჩანს 30 წამი იფიქრეთ. სამი, 2, 1 ამოიწურა 33 და დამატებით მინიშნებას ვკითხულობ ამალთეასთვის. დამატებით გეტყვით, რომ გამოსაცნობი ნაწარმოები 1969 წელს გამოიცა და ძალიან ცნობილ ამერიკელ ავტორს ეკუთვნის. ამ რომანში ალექსის ისტორიას ვეცნობით, რომელიც თავის ცხოვრებაზე ფსიქოლოგთან სეანსის დროს გვიამბობს. პორტნოის სინდრომი. ეს სწორი პასუხია, ეს არის პორტნოის სინდრომი. ალექს პორტნოის ამბავი არის მოთხრობილი ფილიპ როთის აი ამ ძალიან ცნობილ რომანში და ეს არის ერთი ქულა ამალთეას აქტივში. ანგარიში შედეგად ხდება 14-4 და ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამოვწურეთ ლიტერატურული რაუნდები, ამიტომ მოდით ახლა კიდევ ერთი შემეცნებითი ვიდეო რგოლი ვნახოთ და მერე გადავიდეთ უკვე ქართულ რაუნდებს. პორტნოის სინდრომი ფილიპ როთის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და გავლენიანი რომანია, რომელიც 1969 წელს გამოიცა და მალევე იქცა ამერიკული ლიტერატურის კულტურულ მოვლენად. წიგნი განსაკუთრებულია იმით, რომ ერთ-ერთმა პირველმა ღიად და ირონიულად გააშუქა იდენტობისა და ოჯახის გავლენის თემები. სწორედ ამის გამო მისი გამოცემის შემდეგ რომანი ბევრ ქვეყანაში აიკრძალა და დიდი დებატები გამოიწვია ცენზურისა და ლიტერატურული თავისუფლების შესახებ. პორტნოის სინდრომი ხშირად განიხილება როგორც გარდამტეხი ტექსტი ამერიკულ ლიტერატურაში. მან შეცვალა ის თუ როგორ შეიძლება პერსონალური და ინტიმური გამოცდილების გადმოცემა ლიტერატურაში. საინტერესოა, რომ თავად სათაური პორტნოის სინდრომი კულტურაში მეტაფორადაც კი იქცა, რომელიც შინაგან კონფლიქტსა და პიროვნულ დაძაბულობას აღწერს. ვაგრძელებთ წიგნების თაროს ქართული ეტაპით, პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით პიროვნება, რომელიც მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან ერთად ანაკოფიაში, საუფლისწულო მამულში ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ 1022 წელს სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი ანაკოფიის ციხე ბიზანტიას გადასცეს, რის გამოც მოგვიანებით მას კონსტანტინოპოლში გაქცევა მოუწია. გეტყვით იმასაც, რომ 1040-იანი წლების დასაწყისში
უფლისწულის გამეფების საბაბით ბაგრატ მეოთხის მოწინააღმდეგე ლიპარიტ მეოთხე ბაღვაში ბიზანტიელთა დამხმარე ჯარით გიორგი პირველი გიორგი პირველი არის თქვენი ვერსია, მაგრამ არ არის ეს სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი, გავაგრძელებ შეკითხვას ილიონისთვის. ბიზანტიელთა დამხმარე ჯარით ქართლს შემოესია. მას თან მოჰყვა გამოსაცნობი პიროვნებაც, მაგრამ ბაგრატ მეოთხემ მოკავშირეები დაამარცხა. 3, 2, 1. თორემ სხვა ჩანაფიქრი იყო. ეს არის დემეტრე უფლისწული. დემეტრე ხო რომ მოკვეთა. დემეტრე უფლისწული უნდა დაგესახელებინათ. გავაგზავნოთ. მეორე ქართული რაუნდი. გეოგრაფია. დაასახელეთ ჰიდრონიმი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ის სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო ღრმა ხეობაში, შესართავთან კი ფართოვდება. მისი სიგრძე 90 კილომეტრია, ხოლო აუზის ფართობი 1540 კვადრატული კილომეტრი. იგი ძირითადად წყაროებითა და წვიმის წყლით საზრდოობს. აღსანიშნავია, რომ მასზე აწჰესი მდებარეობს. გეტყვით იმასაც, რომ ეს მდინარე ჭოროხის მარჯვენა შენაკადია. მის სახელში კი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარის დასახელებული. აჭარის წყალი? ეს არის აჭარის წყალი, ეს სწორი პასუხია. აწ ზუსტად აჭარის წყლის ინიციალები არის გამოტანილი აწჰესის სახელში. აჭარის წყალი. გავაგრძელეთ მესამე ქართული რაუნდი კულტურა. თქვენ უნდა დაასახელოთ ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მან 1952 წელს თბილისის კონსერვატორია დაამთავრა. შემდგომში თავი სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში მოსინჯა. საბოლოოდ კი კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დიპლომიც აიღო. განსაკუთრებით ცნობილია მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე რამდენიმე პრემია მოიპოვა. მოგვიანებით ეკრანებზე გამოვიდა მისი ცნობილი ფილმი იყო შაშვი მგალობელი. გეტყვით იმასაც, რომ 1900 ოთარ იოსელიანი. ეს არის ოთარ იოსელიანი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. იყო შაშვი მგალობლით გაგახსენდა, ხო ალბათ, ხო? გიორგობის თვე იყო ნაგულისხმები, პასტორალი და კიდევ შეგვიძლია ჩამოთვალოთ მისი შესანიშნავი ფილმები. ქართული ეტაპი ამგვარად ამოიწურა, მეგობრებო, ზოგად რაუნდებს მივადექით, ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით. ეკუნა, გიორგი, პირველი ზოგადი რაუნდი. ხელოვნება. გამოიცანით მსახიობი, რომელიც 1956 წელს დაიბადა. 11 წლის ასაკში ეს ადამიანი მამამ მიატოვა და მომდევნო 11 წლის განმავლობაში არ უნახავს. აღსანიშნავია, რომ გამოსაცნობმა პიროვნებამ შემდგომში მამამისის ფილმში ითამაშა კიდეც. მისი ყველაზე ცნობილი როლის განსახიერებისას ხელოვანისთვის ინსპირაციას სწორედ საკუთარი მამა წარმოადგენდა. ეს როლი ასახავს საშუალო სკოლის ქიმიის მასწავლებლის ტრანსფორმაციას სასტიკ დამნაშავედ. ბრაიან კრენსტონი. ეს არის ბრაიან კრენსტონი, რა თქმა უნდა. სერიალის გითხარი ბარე? ძიმე დანაშაული. კი ბატონო, ძიმე დანაშაული, Breaking Bad. ბრაიან კრენსტონი, ორი ქულა ამალთეას და ჩვენ კი გავაგზავნოთ ჩვენი თამაში, მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. გამარჯობა. გაგიფორჩეს. მარი, გუგა, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. თქვენ უნდა გამოიცნოთ მეცნიერების დარგი. მისი დასახელება ბერძნულიდან მომდინარეობს და 3 ნაწილისგან შედგება. პირველი ძველს ნიშნავს, მეორე არსებას, მესამე კი მოძღვრებას. საინტერესოა, რომ გამოსაცნობ დისციპლინას უდიდესი გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს სტრატოგრაფიაშიც. გეტყვით, რომ ამ სფეროს სპეციალისტები სწავლობენ არა ცოცხალ ორგანიზმებს, არამედ იმ არსებათა წარსულ კვალს, რომელთა სიცოცხლეც მილიონობით წლის წინ შეწყდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ არსებათა ნაკვალევი საქართველოს ტერიტორიაზე პეტრე ჭაბუკიანის მიერ სათაფლიაზეა აღმოჩენილი.
პალეონტოლოგია ხო არა? ეს არის პალეონტოლოგია, პალეოს, ონტოს და ლოგოს, რა თქმა უნდა, სამი ნაწილისგან შედგება და ნამარხი ცხოველებს იკვლევს ბუნებრივად, ну, ძირითადად დინოზავრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ორიკულა, ამალთეასკენ არა ბოდიში. ეს არის ორიკულა ილიონისკენ და სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. ლიზა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. სპორტსმენი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიბადა. იგი პირველად დედაქალაქურ კლუბში გამოჩნდა და მალევე მიიპყრო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მედიის ყურადღება. აქ გატარებული 9 სეზონის შემდეგ მან საბერძნეთს მიაშურა. 2019 წლის 4 ივლისს კვიპროსის ანორთოსისთან კონტრაქტი გააფორმა, სადაც 4 სეზონი საკუთარ პოზიციაზე პირველი ნომერი იყო. საკლუბო კარიერის პარალელურად აღსანიშნავია მისი სანაკრებო კარიერაც. ის წლების განმავლობაში იყო გუნდის შეუცვლელი ფიგურა და არაერთი ბრწყინვალე მოგერიებაც შეასრულა. ლორია იყოს. ეს არის გიორგი ლორია, ეს სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. მრავალი წლის განმავლობაში სწორედ გიორგი ლორია იყო საქართველოს ნაკრების მეკარე და ძალიან სანდოდ იდგა კარში. ამოვწურეთ ზოგადი რაუნდები 28 არის ანგარიში და მე შეგახსენებთ რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი, ახლა კი შემეცნებითი ვიდეო რგოლი ვნახოთ და მერე ბლიცი ვითამაშოთ. ბრაიან კრენსტონი ცნობილი ამერიკელი მსახიობია, რომლის კარიერაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის მაგალითია. იმის მიუხედავად, რომ ძირითადად უოლტერ უაითის როლით იცნობენ, მისი გზა სხვადასხვა კომედიური პროექტით დაიწყო. საინტერესოა მისი და Breaking Bad-ის ისტორია. კრენსტონი პირველად სერიალის შემქმნელმა, ვინს გილიგანმა სხვა პროექტში ნახა, რომელშიც მან ერთჯერადი როლი შეასრულა. ეს ყოველივე საკმარისი გახდა გილიგანის დასარწმუნებლად, რომ კრენსტონს ბევრად მასშტაბური როლის მორგებაც შეეძლო. გარდა ტელევიზიისა, მსახიობი ბროდვეიზეც ძალიან წარმატებულია. მისი კარიერა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება მსახიობმა სრულად შეცვალოს საკუთარი იმიჯი, კომედიური პერსონაჟიდან იქცეს დრამატული როლების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შემსრულებლად და შექმნას გამორჩეული პერსონაჟი. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, ბლიცის ეტაპი გვაქვს წინ, რომელსაც მარი და გიორგი თამაშობენ ერთმანეთის პირისპირ. წინ არის ანგარიში ილიონი, ამიტომ პირველი მარი უნდა ითამაშოს. მზად ხარ ამისთვის? დავიწყოთ ბლიცი მარისთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია ელის მანრო. კანტენი. სწორედ რომელი მწერლის პერსონაჟია ტარზანი? ბეროუზი. სწორედ ვის ნაწარმოებია აბესალომ? ფოკმენი. სწორედ პოტერედაში რა ქვია საწამებელ შეულოცვას? ავადაკეტავრა. კრუციატუს რის ყვავილობაზე გვიყვება გამსწორია, რაფერი ძაღლს ხვდებით რომენგარის წიგნის სათავში, სწორედ ვინ დაწერა დათათოშია? ჭაბუ ამენეჯი. სწორედ რომელი წიგნის გმირია მოლი ბლუმი? საულისე. სწორედ რომელი მწერლის პერსონაჟია ვოლანდი? საბულაკოვი. სწორედ მითოლოგიაში ვის 12 გმირობას ვიცნობთ? თალაკა. სწორედ ვის პიესაა გაყრა? ბერტალ. სწორედ რაინაის წერდა გოეთე? გერმანულად. სწორედ საიდუმლო კუნძულში რა არსებაა ტოპი? ზაღლი. სწორედ რა ერქვა თამაშ ჭელაძის წერალ ძმას? ოთარი. სწორედ თევზის კონცერტის ავტორი ჰალდო? ლასტესი. სწორედ სადორი მწერალია არისტოფანე? ბერძენი. სწორედ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა გრიგოლ ორბელიანი? მე-19-ე სად მიყვართ ყვალს როს? ელვარანჩოში. სწორედ ბულგაკოვთან რითი გაფრინდება მარგარიტა? თასხით. სწორედ ჯავახიშვილთან რაგვარია მარგო? საპყაბლანშვილი. სწორედ ტოლკინთან რომელი სამეფოს მეფეა თეოდენი? როჰანი. სწორედ რა ქვია ზურიკელა ძაღლს? მორადა. სწორედ სადორი მწერალია ბოჰემიულ შრაბალი? ჩეხი. სწორედ რომელი მწერლის გმირია იბოიდი? სტივენსონი. ემა კლაინი, ბაბულანთან რაგვარია ჯუდე? ანდრეიკაშვილი. სწორედ რომელ წიგნში ხვდებით სონია მარმელადოვას? დანშალ საჯარ. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიმ დააგროვა 23 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები, შესანიშნავი ბლიცი ითამაშა 23 სწორი პასუხი. მე კი ვინაცვლებ ახლა გიორგისკენ, რომელსაც ასევე მოუწევს ბლიცის თამაში. გიორგი, მზად ხარ? დავიწყოთ. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია მარგარეტ ეტვუდი? ამერიკელი. კანადელი, რომელიც წელს პერსონაჟია მაუგლი? შემდეგი. კიპლინგი, ვის ნაწარმოებია მშვიდობითი იარაღო? შემდეგი. ჰემინგუეი, პოტრედაში რა ქვია სხვისი მართვის შეულოცვას? კრუციო. იმპერიუს, ვის ღიმილზე გვიამბობს გამსახურდია? სწორედ სადორი აღზრდა სხდებით რომენგარის წიგნის სათავში? ევროპული. სწორედ ვინ დაწერა სამოსელი პირველი? დოშანაშვილი. სწორედ რომელი წიგნის გმირია კლარისა დოლოვეი? შემდეგი. მისის დოლოვეი, რომელი წელს პერსონაჟია პროფესორი დოუელი? შემდეგი. ბელიაიუს მითოლოგიაში რა ქვია ზევსის ცოლს? შემდეგი. ჰერა, ვისი პიესაა ხანუმა? შემდეგი. საგარელის რაინაის წერდა ბოდლერი? ფრანგული. სწორედ საიდუმლო კუნძულში რა არსებაა ჯუპი? ზაპლი. ორანგუტანი, რა ერქვა ტიციან ტაბიძის ბიძაშვილ პოეტს?
პაულ. გალაქტიონი, გახლეჩილი აპრილის ავტორია ისმაილ. კადარე. სწორია სადორი მწერალი ოვიდიუსი. ბერძენი. რომაელი, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი. მეცხრამე. სწორია როგორია მზერა როს მაკდონალდის წიგნის სათაურში. შემდეგი. უკანასკნელი ბულგაკოთა რა დაეღვარა ანუშკას რელსებზე. შემდეგი. ზეთის ჯავახიშვილთა როგორია არსენ ამარაბდელი. შემდეგი. ოძელაშვილი ტოლკითა რომელიც სამეფოს მეფე არაგორნი. როჰანი. გონდორის დრო ამოიწურა. გიორგიმ დააგროვა 6 სწორი პასუხი და დაბრუნდით მეგობრებო რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ჩვენს თამაში იმარჯვებს ილიონი ანგარიშით 43-14 და მივოცავთ მეგობრებო, მივოცავთ. ეს უკვე წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისათვის რომ მინიმუმ ქვეჯგუფიდან გავიდეთ და მერე უკვე ნახოთ რას გვიქადის ბედი და ფორტუნა. მე დარწმუნებული ვარ, დიდი გეგმები გაქვთ დასახული და წარმატებებს გისურვებთ ამ გეგმებში. აპლოდისმენტები ილიონს შესანიშნავი თამაში ჩაატარეს დღეს ნამდვილად და იმსახურებენ ამას. მეორე მხრივ დასანანია რა თქმა უნდა რომ დამარცხდა ამალთეა და რა თქმა უნდა ბევრად უფრო იკლო ჯგუფიდან გასვლის შანსებმა, მაგრამ მოდით გავამხნევოთ აპლოდისმენტებით. ეს გუნდი ესადად გული არ გაიტეხოთ ამის გამო მეგობრებო. მე მაყურებელს დავემშვიდობები. გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით კვლავ ციგნების თაროში, უყურეთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას ან ბანგან დონ ჩვენ არა